მე ერთ დღეს, როდესაც 23 წლის ვიყავ, მივიღე მყარი გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი, რაც იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ყოფილიყო უფლის სიტყვის შესაბამისად. ვინმეს აქვს ასეთი გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში მიღებული? გამოდიოთ ხელი აეცით გულწრფელი. ისეთ უყვარს უფალს, როდესაც ადამიანები აღიარებენ მას არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ გულითაც. უფალი. რას ნიშნავს ეს იცით? პიროვნებას, რომელიც ფლობს რაღაცას. თუ იესო შენი უფალია და ჩვენ თითქმის ყველანი ქრისტიანები ვართ, ვინც საქართველოში დავიბადეთ და გავჩენით. თუ იესო შენი უფალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შენ ფლობს. როდესაც ვიღაცა რაღაცას ფლობს, ის ზრუნავს ამ ნივთზე. მე მაგალითად ყავს მანქანა. ცოტა უხეში შედარება აპატივით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ ამ მანქანისთვის, რაც მას სჭირდება. კვება, ვული, გაძელებს უცვლი, დაზღვეული მყავს. ვზრუნავ მასზე. არა და ის უბრალოდ რკინის ნაგლეჯია. რაღაც, მაგრამ რადგან მე ვფლობ მას, მე ვზრუნავ მასზე. ასევე მე ვფლობ ჩემს ოჯახს. ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეუღლისთვის, ჩემი შვილებისთვის არა მხოლოდ საკვებს უზრუნველყოფ. გარდა იმისა, რომ ისინიც ყავს დაზღვეული. თუ საჭირო იქნება, მზად ვარ ჩემი სიცოცხლეც კი დავდო მათთვის. და ეს რეალურია. მე ხშირად მეუბნები ხოლმე ჩემს შვილებს. იცით როგორ მიყვარხართ? მე შემიძლია ჩემი სიცოცხლე დავდო თქვენთვის. და მე ერთადერთი არ ვარ ასეთი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია საკუთარი ოჯახის სიყვარული, მაგრამ არის აღმატებული სიყვარულის მქონე პიროვნება. რომელმაც ისე შეიყვარა თვითოული ჩვენთაგანი, რომ უბრალოდ დაპირება კი არ მოგცა, რომ თუ საჭირო იქნება მე მოვკვდები თქვენთვის. მან ეს დაპირება სისრულეში მოიყვანა. მან დატოვა ზეცა, მოვიდა ქვეყნიერებაზე, მას თავაზობდნენ დიდ კარიერას, მეგობას ყველა სახელმწიფოზე, უფრო მეტიც დაძლებდნენ ადამიანები, რომ შეეპყროთ და გაემეფებინათ, ასე წერია წმინდა წერილში, მაგრამ მან უარი თქვა ყველა პირად ამბიციაზე. ერთადერთი მიზეზის გამო ის უნდა მომკვდარიყო შენთვის და ჩემთვის. მან გადაწყვიტა, რომ მისი სიყვარული კმედითი ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენს მაგივრად ის მომკვდარიყო. ის უმიზნოდ არ მოსულა. ის კონკრეტული მიზნით მოვიდა ამ დედამიწაზე. მან გადაწყვიტა, რომ სისრულეში მოეყვანა ჩანაფიქრი ღვთისა, რომელიც 1000 წლეულებით მანამდე უფრო ადრე შეძლო და დაარღვია ეშმაკმა. თქვენ აქ ნახეთ პატარა წარმოდგენა, სადაც ჩანდა როგორ აცდუნა ეშმაკმა ადამიანი. იცით, ეშმაკიც მიზან მიმართულად მოქმედებდა. მან იცის, რომ ღმერთს რაღაც განსაკუთრებული აქვს შაფიქრებული. ღმერთის შემთხვევით არაფერს არ აკეთებს. ერთხელაც ღმერთმა შექმნა ადამიანი. და წერია წმინდა წერილში, რომ მან იგი მოათავსა ედემის ბაღში. ედემის ბაღში იყო ყველაფერი. ყოველივეთი უზრუნველყოფილი იყო ადამი. და უთხრა ადამს ღმერთმა გამრავლდებით და ინაყოფიერებით. დაალსებ მთელს დედამიწას. მე მაქვს კონკრეტული მიზანი. ამ მიზნის შესახებ ადამმა იცოდა. ადამს ჰქონდა ნაწილობრივ გაცხადებული ღმერთის ჩანაფიქრი. არა შეიძლება მთლიანი სურათი, მაგრამ რამოდენიმე ეტაპი ღმერთის მარადიული მიზნისა ადამიანს ჰქონდა გაცხადებული. ერთ-ერთი პირველი ის იყო, რომ ადამიანს უნდა დაერქვა სახელი ყველა ცხოველისათვის. მეორე ის იყო, რომ ადამი მარტო არ უნდა დარჩენილიყო და ცოლი მისცა უფალმა მას. მესამე ის იყო, რომ ცოლზე უნდა ეზრუნა და უნდა გამრავლებულიყვნენ ადამი და ევა დედამიწაზე. უნდა აეხსოთ მთელი ქვეყნიერება. უნდა გაეშენებინათ ისეთი ბაღი, როგორიც ედემი იყო მთელს ქვეყნიერებაზე.
მეოთხე ის იყო რაც ჩანს წმინდა წერილიდან რომ ადამს უნდა ებატონა ყველა ქმნილებაზე ადამიანს უნდა ებატონა თევზებზე ფრინველებზე ცხოველებზე და ასე შემდეგ შემდეგ ის იყო რომ ღმერთი ხშირად მოდიოდა და ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა ის ამზადებდა ადამიანს კონკრეტული მისიისთვის წარმოგიდგენიათ დღეს დედამიწაზე 8 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს ბევრი ადამიანი მოვდა დაიღუპა მაგრამ როდესაც ადამი იშვა მაშინ სიკვდილი არ არსებობდა დედამიწაზე ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა არა მხოლოდ დედამიწა შექმნა ღმერთს უამრავი პლანეტა აქვს გაჩენილი გალაქტიკები ჩვენ არ ვიცით როდესაც ადამი და ევა გამრავლდებოდნენ მე რა იქნებოდა მთელი დედამიწა რომ აივსებოდა რას ეთქოდა ღმერთი ადამიანს და ევას რა მიმართულებას მისცემდა რა დავალებას მისცემდა ადამი ამ ეტაპამდე ვეღარ მივიდა ედემის ბაღში იყო ორი ხე ეს ორი ხე დღესაც აგრძელებს ადამიანის ცხოვრებაში ყოფნას ერთი ხე იყო კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე ამ ხის ნაყოფს თუ შეჭამდა ადამი ის გაიგებდა როგორი იყო ბოროტება მაგრამ დღეს ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება მეორე ხე იყო სიცოცხლის ხე სიცოცხლის ხიდან თუ იგებდა ადამი ის აღარასოდეს მოგდებოდა ამენ ადამი სიცოცხლის სხვა ეტაპზე გადადიოდა ეს იყო აღმატებული სიცოცხლე ეს იყო მარადიული სიცოცხლე და ადამი მიიღებდა ახალ გამოცხადებას ახალ ინფორმაციას იმის შესახებ რას აპირებდა ღმერთი ადამიანის ცხოვრებაში მაგრამ სამწუხაროდ ღმერთის გეგმას ხავდა მოწინააღმდეგე და ყავს დღესაც და ეს იყო ეშმაკი იცით რა მოხდა ეშმაკმა მოათხოვა ადამი და მისი ცოლი და დაარწმუნა იმაში რომ მარადიული სიცოცხლის ხის ნაყოფზე უკეთესი და სასურველი იყო ხე სიკეთისა და ბოროტების შეგაცემის და ნახეთ რა წერია დაბადების მესამე თავში როდესაც ეშმაკი ელაპარაკა ევას და იხილა დედაკაცმა ეს არის პირველი წერილი საფრთხო წერილში და იხილა დედაკაცმა რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად ნახეთ თვალით შენიშნა რომ საჭმელად კარგი იყო იცით რას ნიშნავს საჭმელად იმას ნიშნავს რომ ევა იმ მომენტში იფიქრა საკუთარი მუცლის საკუთარი კუჭის დაკმაყოფილებაზე იმაზე არ უფიქრია რას ფიქრობდა ღმერთი რატომ გააჩინა ღმერთმა ადამიანის სწავლად რა გეგმა ჰქონდა ღმერთს ადამიანსა და ევაზე იქნებ რა მისია ეკისრებოდა ამაზე არ უფიქრია საკუთარ მეუღლეზე რომელიც ბაღის რომელიღაცა კუთხეში იყო იმ დროს არ უფიქრია იმაზე რომ ეს მისი სიცხვილიც იქნებოდა ევამ ყველაფერი დაივიწყა ერთი მიზეზის გამო შეხედა ნაყოფს და აღმოაჩინა რომ საამო იყო საჭმელად როდესაც რაღაცას ჭამ ის სიამოვნებას და სარგებელს განიჭებს მხოლოდ შენ ეს შენ თუ ვიღაცაზეც ვფიქრობ ეს უკვე სხვა საკითხია მაგრამ ევამ გამოიჩინა ეგოიზმი იცით დღესაც გვთავაზობს ქვეყნიერება ძალიან ბევრჯერ ცხოვრებაში შემოთავაზებას რომ ვიფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე ეშმაკის ტაქტიკა არ იცვლება არიან ადამიანები რომლებიც გვამებზე გადაივლიან ოღონდ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ მაგრამ ეს არის სწორედ წეულის კარი მათ ცხოვრებაში ბევრი ადამიანი ძალიან განათლებულია დიდი გამოცდილების მქონეა კარგი კავშირები აქვს ძლიერი ოჯახი უდგას უკან მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს იმიტომ რომ ღმერთი ეწინააღმდეგება მას იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ასე დაიწყო ევა არიან ადამიანები რომლებიც არ თაკილობენ ძალაუფლების მიღებას ეშმაკისგან არ თაკილობენ ამ ქვეყნიერების წესებით თამაშს ასე არ ეთაკილა ევამაც ნახეთ ხე კარგ
კარგი ჩანდა საჭმელად და სამო იყო თვალისათვის და მიმზიდველი იყო შესაძლებლად. ნახეთ ეს სამი კრიტერიუმი. ხე კარგი ჩანდა საჭმელად, სამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო. მიმზიდველი იყო. იცით, ეს ხრიკი ეშმაკს დღესაც აქვს ადამიანების ცხოვრებაში. მაშინ რაც მოახერხა ეშმაკმა ევას ცხოვრებაში, ის იყო რომ სამუდამოდ აცდინა ევა და ადამი ღმერთის მარადიულ მიზანს. ერთხელ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მეო, ნათელი მხილველი ვარ. მერე მეთქი მევთხარი. მეო, ეშმაკი მყავს ნანახიო და ვიციო რას უკეთებს ხოლმე ადამიანებს. გამიგვირდა. მევთხარი, აბა მითხარი, ეშმაკი როგორია თუ? დეიც და მითხრა, ჩლიკები აქვს და ნახეთ. და გრძელი კუდი აქვს და ქები. ხშირადო ანგელოზიც მოდის ხოლმე ჩემთან ესაა. და მეო ვიბნები რომ ანგელოზიაო, ღმერთის თუ ანგელოზია ეშმაკის, მაგრამ იმ წუთში გამახსენდება ხოლმე და ფეხებზე დავხედავ. და თუ ფეხების და სამლების და ჩლიკებს დავინახავ. ერთი სიტყვით ზღაპარი. იცით, ეშმაკი თუ მოვიდა შენს ცხოვრებაში და რქები და ჩლიკები დაგანახა. ძალიან ადვილი იქნება შენთვის მიხვდე, რომ ვიღაცა ცდილობს შენი სწორი გზიდან განაცდენას. ამიტომ ის ასე არ მოდის. მას არც აქვს ჩლიკები. თუ დაჭირდა ჩლიკებსაც გაიგეთებს და სხვა რაღაცასაც, მაგრამ ის მოდის ისეთი მომენტებით, ისეთი მოვლენებით შენ ცხოვრებაში, რაც შენ გზას აგიბნევს, რაც შენს გულში სხვა ინტერესს გააჩენს. მან ერთხელ უკვე აცდინა კაცობრიობა ღმერთის მარადიულ მიზანს. მან ერთხელ უკვე აუბნია თავგზა ადამსა და ევას და ის დღემდე ცდილობს ადამიანები არ გამოაფხიზნოს. წარმოიდგინეთ, როგორია დღეს მეყნიერება. ადამიანები გადაეჩვივნენ მეგობარზე ზრუნვას. არადა იესო ქრისტემ თქვა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. იესომ უბრალოდ კი არ თქვა ეს მცნება. მან დაგვანახა, რომ ჩვენ გვაქვს გზა უკან მისაბრუნებელი ედემის ბაღისკენ. გვაქვს გზა შესაძლებლობა უკან მისაბრუნებელი ღმერთის მარადიული მიზნისკენ, მაგრამ ეს გზა გადის მოყვასის სიყვარულზე. უნდა დაივიწყო ეგოიზმი, უნდა დაივიწყო ფიქრი მხოლოდ საკუთარ კუჭზე. იცით ქრისტიანობა რა არის? ქრისტიანობა არის ზრუნვა მოყვასზე. იესო ქრისტემ პირველ რიგში ეს გააკეთა, როდესაც მოვიდა. მას შეეძლო ქვები პურებად ექცია, როდესაც უდაბნოში მარხულობდა, მოშივდა მარხვის შემდეგ. მივიდა ეშმაკი და უთხრა იესოს, თუ ღმერთის ძე ხარ, გამოიყენე შენი ძალაუფლება იმისათვის, რომ ეს ქვები პურებად გადააქციო. არა იმისთვის, რომ ლაზარე აღადგინო მკვდრეთით, არა იმისთვის, რომ ბარტიმეოს თვალები აუხილო, არა იმისთვის, რომ ნაინელი ქვრივის შვილი გააცოცხლო, არა სხვების დასახმარებლად კი არ გამოიყენო შენი ზებუნებრივი ძალაუფლება, გამოიყენე იმისთვის, რომ საკუთარი მუცელი გაიწყო. ხედავთ, ტაქტიკა ეშმაკის არ იცვლება. იესოსთანაც კი ისე მივიდა და უთხრა, შეხედე ამ ქვას, შეგიძლია ის გადააქციო ცხელ პურება და დანახადე. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ღმერთს უნდა რაღაცა ღირებული გააკეთოს შენ ცხოვრებაში, ეშმაკი მოდის და საწინააღმდეგოს გთავაზობს. როდესაც ღმერთი ცდილობს, რომ შენი ყურადღება მოყვასზე გადაიტანოს, როდესაც ღმერთი ცდილობს შენი ყურადღება ღმერთზე გადაიტანოს, საკუთარი თავი დაგავიწყოს, საკუთარი ეგოიზმი დაგავიწყოს და მიგაძღვნებინოს საკუთარი თავი ღმერთის მსახურებისთვის, იქვე ცდილობს ეშმაკი, რომ პირიქით ყურადღება ისევ საკუთარ მუცელზე გადავეტანოს. ამას ემსახურება ყველაფერი. გახვალ ქუჩაში, შეხედავ ბილბორდს, რომელზეც მაგარი დაკუთული ბიჭია, ალამაზი ნავარჯიშები გოგონა, მაგარ მანქანაში ზიან, სადღაც ანტალიაში ისვენებენ, სადღაც 64-ის მაგვარ ბაღში და ფიქრობ, ერთი ცხოვრება უცოცხლო.
ნუ თუ არ უნდა მივახციო ამ ყველაფერს. რაში მაინტერესებს ჩემი ახლობელი? რაში მაინტერესებს ვიღაცის მომსახურება? ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ამას მივახციო. შეიძლება უდროო მიგავიწყდეს, ცოტათი დაგავიწყდეს. იმ წუთში მეორე ბილბორდი. ტელევიზორში ჩახტავით ახალი რეკლამა. იქ შენი მეგობარი მოვა ახალ ტრანსფერს გაჩვენებს. ვიღაცა შეიძლება მალიბუდან გიერკავდეს და გეუბრალდეს, მე აქ ვისვენებ და ეშმაკი ყოველთვის ცდილობს ახალ-ახალი მოვლენებით, ახალ-ახალი ადამიანების გამოყენებით, რეკლამებით, ბილბორდებით შენს ცხოვრებაში როგორმე მოახერხოს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სიამოვნებაზე გაფიქრებინოს. თვალთა გულისკენ დაგანახებს რაღაცას და ღამე აღარ გიძინება. ეს მისი იარაღია და სიამოვნება. სიამოვნება ხშირ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს მე მინდა გავხდე მომღერალი როგორც მაგალითად ბრიტნი სპირსი ერთხელ ერთმა ადამიანმა თხოვა რომ მელოცა მისთვის ერთმა არა რამოდენიმე და დაწერეს იქ თავისი სურვილები ვის რაზე უნდა რომ გველოცა და ერთმა ადამიანმა დაწერა ასეთი რა მე ძალიან მინდა რომ გავხდე დიდი და ცნობილი მომღერალი. რომ ხალხი მიცნობდეს, მღეროდე და თხოვთ ილოცოთ ჩემთვის. იცით? ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ საინტერესო ის იყო რომ ამ ადამიანს არანაირი სმენა არ ჰქონდა. არანაირი მუსიკალური განათლება. არანაირი უნარი იმისა რომ ერთი ნოტი მაინც აეღო. მე ზეომათლებელი ვარ მუსიკაში, მაგრამ ძალიან ადვილად ვამჩნევ ნიჭო ადამიანებს სიმღერაში და მუსიკაში. იცით, დაუფიქრდი ჩემთვის, თუ კი ამ ადამიანს ნიჭი არ აქვს სიმღერის, თუ კი ამ ადამიანს არ შეუძლია თავისი სიმღერით სიამოვნება მიენიჭოს სხვა ადამიანებს, ისე რომ იმ ადამიანებმა ფული გადაიხადონ მისი სიმღერების მოსმენაში. თუ ამ უნარი დაჯილდოებული ღვთისგან არ არის, მაშინ რა არის ის, რაც ამოძრავებს ამ ადამიანს? იცით რა იყო? სულიერდიდების. სიამოვნება. იცი შეხედა ბრიტნი სპირს, შეიძლება კიდევ ენრიკეს, ვიღაცას არ ვიცი ხოლმე ვინები არის კიდე მოდაში. ეს დაახლოებით 10 წლის წინ ხდება. და მოუნდა მასაც რომ ასეთი დიდებული და ბრწყინვალე ცხოვრება კონდეს ჭალებში რა თქმა უნდა. იცით, იმაზე კი არ იფიქრა სიამოვნებას თუ მეანიჭებს მისი სიმღერა ვინმეს. ეს მეასე ხარისხოვანია. ის არ აინტერესებს თვითონ რას მოუტანს ადამიანებს. მას უნდა რომ 10,000-ობით ადამიანები ტაშს უკრავდნენ, სინათლის შუქზე იყოს, ბოლონში ერეოდეს ჟურნალის გარეკანზე და ის ერთი არ არის ასეთი. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველანი ასეთები ვართ. უბრალოდ ზოგიერთები გაიცნობენ რა იესო ქრისტეს, ახერხებენ ხოლმე რომ ყურადღება საკუთარი თავიდან, საკუთარი დიდებიდან გადაიტანონ ღმერთზე. გადაიტანონ იმაზე, რისთვისაც ღმერთმა გააჩინა საერთოდ ადამიანი. იცით რა იყო იქ ადამს და ევას რომ უცხოეთიდან კარგად არისმოდა მიკროფონიდან. იქ კითხულობდნენ ტექსტს. არ მოკვდებით, შეჭამეთ იგივე დამხის ნაყოფიდან და კი არ მოკვდებით, გახდებით ისეთივე, როგორიც ღმერთია. რამდენ რამეს თავაზობს ეშმაკი ადამიანს. რამდენ რამეს თავაზობს ეშმაკის მიერ მოგონილი სისტემა ქვეყნიერებისა ადამიანს. გახდები ღმერთის მაგვარი, გახდები ბრიტნი სპირსის მაგვარი, გახდები აროცი ბილ გეიტსის მაგვარი. ოღონდ ეს გააკეთე, ოღონდ ის გააკეთე, გამომხები, ნუ იფიქრებ იმაზე. რისთვის გაგაჩინა ღმერთმა. უნდა კი ღმერთს რომ მღეროდე. უნდა კი ღმერთს რომ მილიარდები გქონდეს. უნდა კი ღმერთს რომ ასე იცვამდე, ან ასეთი მანქანა გქონდეს. და თუ უნდა, რისთვის უნდა. მე ძალიან გამეხარდებოდა იმ ადამიანს რომ დაეწერა. მე მინდა მქონდეს ისეთი ხმა, რომ როდესაც ვიმღერებ, ადამიანები ინანიებდნენ თავის სოფლებს. ეძებდნენ ღმერთს. ძალიან გამეხარდებოდა და მივხვდებოდი რომ ამ ადამიანს არ აფიქრებს მხოლოდ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ფიქრები საკუთარ თავზე
სიკვდილია. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის სიკვდილია. უფალი იესო ქრისტე ამბობს, თუ ვინმეს უნდა რომ მიცოცხლოს, უნდა მოკვდეს ჩემი გულისთვის. თუ ვინმე გაუფრთხილდება საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ თავს, საკუთარ ოცნებებს, ის დაკარგავს მას. მაგრამ თუ ვინმე დაკარგავს საკუთარ სულს, ჩემი გულისთვის ამბობს უფალი იესო, ის მიიღებს ჯერ ასწილად ამ ქვეყნიერებაზე და მერე მარადიო სიცოცხლეს. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ შევწყვიტოთ საკუთარ თავზე ფიქრი და კონცენტრირება მოვახდინოთ მიზანზე, რომელიც ღმერთმა დაუდო თავიდანვე ადამიანს. რატომ გვიშლის ასე ხელს საკუთარი ეგოიზმი? რა მოხდა მერე, შენ თუ შენი ცხოვრების განვლა გინდა, შენ თუ შენებურად გინდა იცხოვრო, შენ თუ სადაც გინდა იქინდა დაისვენო, რასადაც გინდა იქინდა ისწავლო, როგორც გინდა ისე გინდა ჩაიცვა. რა მოხდა მერე? განათავისუფალი ადამიანი არა ხარ? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არის მხოლოდ ერთი და ერთი. შენ თავისუფალი ადამიანი არა ხარ. შენ ვიღაცას ეკუთვნი. და ეს ვიღაცა თუ შეიძლება ასე მოხდეს. არის ერთი. იცი, ღმერთი როდესაც ადამიანს ქმნიდა, მეცეგან ვახსენდეს უკვე. ის კონკრეტული მიზნით ქმნიდა მას. მას ჰქონდა გეგმა, რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანის ხელებით ამ სამყაროში. ეს გეგმა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად ძლიერია, იმდენად ყოვლის მომცველია, რომ ადამიანმა ყველაფერი მიიღო უფასოდ, ოღონდაც ამ გეგმის ნაწილად დარჩენილიყო. ეს იმდენად ძლიერი გეგმა, რომ ეშმაკმა მოსვენება დაკარგა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ადამი და ევა შეეცდია და მას შემდეგ დაახლოებით 6000 წლის განმავლობაში ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანი არ გამოფხიზდეს, არ მიატყოს თავისი მზერა ღმერთს და არ თქვას, ღმერთო, რისთვის განაჩინე? რა გქონდა ჩაფიქრებული? სახში ვისაც ტელევიზორი. ტელევიზორი ყველას გაქვთ. ერთხელაც თქვენმა ტელევიზორმა რომ თქვას, მე გადავწყვიტე, აღარ გიჩვენოთ არაფერი. შეგიძლია ჩემს ეს უფრა გადააფარო, ყავა მიირთვა, საჭმელი დაივაგო, ისატილო, მაგრამ ტელევიზორი აღარ ვიქნები, მე არ მინდა ვიყო ტელევიზორი. როგორ ფიქრობთ? მოგეწონათ? განავინდეს უნდა რომ ტელევიზორზე გადაფარებული სუფრით კმაყოფილდებოდეს. სტუმარი რომ მოგივა, დავწერთ ჩემს ტელევიზორთან ხავას მოვერწყოთ. სასაცილოა რა. იმიტომ რომ ადამიანი როდესაც რაღაცას ქმნის, მაგალითად ტელევიზორს, ამ ტელევიზორისგან მოელის იმას, რომ ეს ტელევიზორი შიგადაშიგ მაინც რაღაცას აჩვენებს. თუ ტელევიზორი კარგავს ამ უნარს, იცით რა ხდება? ამ ტელევიზორს სანაგვეზე აგდებენ. როდესაც ტელევიზორი იმ თავითვე ჩაფიქრებულ მიზანს არ ემსახურება, ამ ტელევიზორს სანაგვეზე აგდებენ. ხვდებით? დამას აკეთებს ერთი ჩვეულებრივი ჰომო საპიენსი, რომელსაც ადამიანად მოაქვს თავი და გონია რომ რაღაცას მართავს ამ ცხოვრებაში. მით უმეტეს ღმერთი, რომელიც ამბობს, რომ მე შენ გაგაჩინე ადამი, მე შენ გაგაჩინე ევა, მე მისანი მაქვს შენ ცხოვრებაში დადგენილი, მე მინდა რომ მომემსახურო, მე მინდა რომ ეს მიზანი აღასრულო ჩემ ცხოვრებაში. სანამ შენ ამ მიზანში იქნები, სანამ შენ ამ მიზანს მოემსახურები, შენ ჩემი გეგმის ნაწილი ხარ და მე ვისწრუნებ შენზე, მე ვიქნები შენი უფალი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც კი ხელს გიშლის, ყველაფერი გამოირიცხო შენი ცხოვრებიდან. იქნება ეს სიხატაკე, ავადმყოფობა, სიკვდილიც კი სიკვდილსაც დავამარცხებ, რომ ხელი ვერაფერმა შეგიშალოს ჩემი მარადიული მიზნის განხორციელებაში. ხვდებით საერთოდ მოსაუბარი. მაგრამ თუ შენ იმ უგუნური ტელევიზორებით ადგები და იტყვი, რაში მაინტერესებს მე შემქმნელი ღმერთი?
იცი რა, ყველაფერი კარგია. კარგია ქრისტიანობაც, სიკეთეც, მოყვასის სიყვარულიც, პატიოსნებაც, მაგრამ ძალიან მიმზიდველია ჩემთვის. არ ვიცი რა ვთქვა. ეს კარიერა მაგალითად. ან იქ მინდა წასვლა. ან ამის გაკეთება მინდა. ამას ვერ ვაპატიებ. იქ ტყუილზე უარს ვერ ვიტყვი. რა ვქნა ეხლა თუ არ ვიმრუში აღარ უნდა ვქნა. ერთხელ ცხოვრობს კაცი და უნდა ვისწიამოვნო. იცი, შემოთავაზებები ბევრია, მაგრამ შენ როგორ პასუხობ ამ შემოთავაზებებს? თუ შენ ციმუგუნური ტელევიზორი მიღებულობ გადაწყვეტილებას, რომ იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისთვის, ერთადერთი, ვისაც ჭირდები ამ დედამიწაზე, ერთადერთი, ვინც ყველაზე დიდი სიყვარული დაგემტკიცა, ერთადერთი, ვინც ზეცაც კი მიატოვა, შენი გულისთვის მოვიდა და დაგიმტკიცა სიყვარული ბოლომდე, ერთადერთი უფალი იესო ქრისტეს, ერთადერთი ჭეშმარიტ ღმერთსაც კი ეკარგება მისესი, რის გამოც უნდა ისწრუნო შენზე, რის გამოც უნდა შეგინარჩუნოს სიცოცხლე და უნდა მიგიყვანოს მარადიულ სიცოცხლეში. რის გამოც უნდა იყოს შენი დამცველი, ფარი, მამა და ღმერთი. თუ შენ აცხადებ, რომ არ გინდა ცხოვრება ღმერთისთვის, თუ შენ აცხადებ, რომ გირჩევნია იზრუნო მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე, თუ შენ აცხადებ, რომ წუთიერი სიამოვნება შენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია და აუცილებელი, ვიდრე მცნების დაცვა არ იმრუშო, ერთადერთი, ვისაც სჭირდები, მისთვისაც უსარგებლო ხდები. ერთადერთი, ვინც გაგაჩინა იმ იმედით, რომ უერთგულებდი, ვინც გაგაჩინა იმ იმედით, რომ ამ ბილბორდებს, ამ რეკლამებს, ამ წუთიერ სიამოვნებას როგორც იქნა თვალს მოწყვეტდი და გაუსწორებდი შენს თვალს, ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს, შენს გამჩენს, შენს მამას, ერთადერთ ერთგულ პიროვნებას, ვინც ისე შეგიყვარა შენ, რომ მოვიდა და მოკვდა შენი გულისთვის გოლგოთის ჯვარზე. ამ იმედით გაგაჩინა ამ დედამიწაზე. ამ იმედით მისცა შენი თავი შენს მშობლებს. ამ იმედით მოგიყვანა დღესაც აქ. ამ იმედით წარმოგზავნა ზეციერმა მამამ უფალი იესო ქრისტე, რომ შენთვის თვალები აეხილა მას. იცით, ერთხელ მოწაფეები გაუშვა, სასწაულებს ახდენდნენ, დღეს აცოცხლებდნენ, დღეს თვალებს უხევდნენ, მოპრუნდნენ მოწაფეები იესოდან და უთხრეს, იცი უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან, მაგრამ უფალმა უთხრა, ეს ნუ გახარდით. ეს არაფერი არ არის. ეშმაკების განდევნა, ავადმყოფების განკურნება, ეს არაფერი არ არის. თავარი იცით რა არის? რომ თქვენ მირწმუნეთ მე და თქვენი სახელები ჩაიწერათ სათავეში. ამენ. რას ნიშნავს ეს? რომ თქვენ ცოცხლების წიგნში ჩაეწერეთ. ამენ. რომ თქვენ სატანის სხეულიდან გამომთავისუფლდით, რომ თქვენ დაუბრუნდით ედემის ბაღს და მე მას აგიკითხავთ საფრთხო წერილიდან. რომ თქვენ დაუბრუნდით პირველად მიზანს, პირველად გეგმას, რისთვისაც ღმერთმა გაგაჩინათ. აი ახლა დაიწყება ცხოვრება თქვენ ცხოვრებაში. აი ახლა მოვა ჭეშმარიტი ნეტარება. ახლა თუ მართლა მირწმუნებთ და ბოლომდე შევინარჩუნებთ ერთგულებას, ახლა ნახავთ, რას ნიშნავს იყო ცოცხალი და ბედნიერი, რასაც ქვია ნეტარება. მაგრამ ეს არაფერი. ის ვინც ჩემი გულისთვის უარ სიტყვის საკუთარ ოცნებებზე ამბობს უფალი იესო ქრისტე. არა მხოლოდ აქ იქნება ბედნიერი, არა მხოლოდ აქ მიიღებს ასტილად ყველაფერს, რაზეც უარ სიტყვის ჩემი გულისთვის, არამედ მარადიულ სიცოცხლეში შევა და იქ გახდება იმ მარადიული მიზნის ნაწილი, იმ მარადიული მისიის ნაწილი, რომელიც აღარასოდეს დასრულდება მის ცხოვრებაში. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს გააკეთოს სწორი არჩევანი. წარმოგიდგენია, რას ნიშნავს აცნობიერებდე თუ რა მართავს და ვინ მართავს შენ ცხოვრებას. ისიც მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ერთი ნივთიდან მეორე ნივთის ყიდვამდე ცხოვრობენ. რომელთა მიზნები და ოცნებები უკავშირდება ახალ ტანსაცმელს, ახალ მობილურს, სადღაც ახალ კურორტზე წასვლას, კიდევ ერთხელ გათხოვებას ან ზოლის მოყვანას. სულ ეს არის მათი მიზანი. ხშირად სისხლ
ცხრის ფასადაც კი იძენენ ხოლმე რაღაცა ახალს. მაგრამ სიხარულს და ბედნიერებას ვერ პოულობენ. ყველას განგვიცდია ეს. როდესაც რაღაც შეგვიძენია, თითქოს რაღაცა სიხარული და ბედნიერება უნდა მოიტანა, მაგრამ მეორე დღეს გაქრა ამ სიხარულის და კმაყოფილების განცდა და ახალი მიზანი გავიშთა დროებითი. იცი, კაცი ვერ გაცხება. სისტემა მაგარი მოიფიქრა ეშმაკმა. ეს უნდა ვაღიაროთ. გამოვა iPhone 4, აიღებო ალექსი იქიდი, 6 თვეში iPhone 5 გამოვა. და უკვე აღარ იცი. მანამდე შეგეძლო ცოტა გეტრაბახა, ნახე რა მაგარი ტელეფონი მაქვს. იცი, ცოტა ასაკირო გვემატება. მე ისე აღარ ტრაბახობთ ხოლმე. სხვანაირად მარია ჟობას რო ეძახია. ისე არა, უბრალოდ სწავლობთ, რომ ესეთი მკვეხარა ხალხის იმიჯიც არ დავიმკვიდროთ ხალხში და უფრო ფარულად, ლამაზ სიტყვებით. შეიძლება სულაც არ ვთქვა, რომ ახალი iPhone მაქვს, მაგრამ სადმე ისეთ გამოსაჩენ ადგილზე დაგიდოთ, ვა, ახალი ტელეფონი იყიდე ხო რა ვიცი. იცი, სინამდვილეში ასაკის მომატებასთან ერთად კარგი ნიღაბის მორგებას ვსწავლობთ და არა იმას, რომ ამოაზრო დროებითი მიზნების საკენო ტოლვისაგან განთავისუფლდეთ და მივმართოთ ჩვენი გულები მარადიული მიზნისაკენ. ასე არა, ეს თუ მარტო მეორე ესეთი. ვინა მეთანხმებით? იცით, ყველაზე მეტად ამას ცდილობს უფალი იესო ქრისტე, რომ გამოგვაფხიზნოს. ერთხელ უფალმა ისიც კი თქვა, რა სარგებელია ხალხო ადამიანმა მთელი ქვეყნიერების სიმდიდრე შეიძინოს და საკუთარი სული დაკარგოს. იესო ვერ ხვდებოდა ამას. იესო უყურებდა ადამიანებს და ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანს გაეცვალა 1 ოქროს ფულისთვის, ან 30 ვერცხლისთვის. მარადიული სიცოცხლის სიკვდილში. ნეტავ რა უნდა ეყიდა იუდას 30 ვერცხლად. ნეტავ რისი ყიდვა უნდა და იმ ფულად, რომ მარადიულობის მთავარი იესო ქრისტე გაყიდა პირზე ამბორით და მისი სიკვდილის მიზეზად შეიქმნა 30 ვერცხლი. ნეტავ როგორი ტანსაცმელი უნდა მოიფიქრო მოდელიერებმა, რომ შენ ტანსაცმლის გულისთვის იესო დაივიწყო. ან ნეტავ რა კურორტი უნდა აშენო ისეთი, რომ იქ წასასვლელად მარადიული მიზანი უარყო. ან როგორი სილამაზის ადამიანი უნდა ნახო, რომ მისი თაყვანისმცემელი გახდა და მის გამო იესოს უღალატო. რას მოიტანს ეშმაკი ისეთ შენს ცხოვრებაში, რაც დაიპყრობს შენს თვალებს, შენს კუჭს, შენს გულს და ამავე დიდებისაკენ წარმართავს შენს ნაბიჯებს. რა მართავს შენს ცხოვრებას? იცით, იესომ თქვა, დააპყრეთო ეს ხალხი. მან ერთხელ 4000 კაცი სასწაულებრივად დააპყრა. მეორე შემთხვევაში 5000 კაცი წერია, 5 პურისგან. ერთხელ თევზს მუცელი გაუჭრეს იესოს დავალებით და ოქროს ფული ამოიღეს იქიდან. იესო აღმატებული სიცოცხლიდან იყო მოსული. მისთვის ზებუნებრივი რაღაცების მოხდენა პრობლემა არ ყოფილა. მას შეეძლო ქარიშხალი დაეცხო, წყალზე ერულო, მტრები გაეცოცხლებინა. იესო იცოდა რეალურად ვისი ძე იყო და რის მოსატანად მოვიდა ამ დედამიწაზე და მან ძალები არ დაიშურა. ის სასწაულზე ახდენდა, რომ ეჩვენებინა ადამიანებისთვის, ხალხო, თუ მოგშივდება, პრობლემა არ არის ჩემთვის, მე შემიძლია თევზი დაგაჭერინო და ოქროს ფულს მის მუცელში იპოვნე. თუ მოგშივდება, შემიძლია 2 პური და 5 თევზი 1000-ობით ადამიანი დავაპყრო ისე, რომ 12 გოდორი მონარჩენებით აივსოს. ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რა ჭამოთ და რა ჩაიცვათ, გაანებეთ ამაზე ფიქრსავი, იფიქრეთ ჩემზე, ჩემს მარადიულ მიზანზე. მე იმიტომ გაგაჩინეთ ამ დედამიწაზე, იმიტომ მოვედი და მოვუკვდი თქვენთვის, რომ ამ მიზანში დამებრუნებინეთ. და დღეს ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თქვენთვის ახალგაზრდებო. იცით, მე 23 წლის ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება ღმერთის
რომ ბევრი რამის სამსხვერპლოზე მოტანა მომიწევდა და მართლაც ასე იყო. ბევრი რამის სამსხვერპლოზე მოტანა მომიწევდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იესო გაცილებით მეტი გიცა, ვიდრე მე დავთვლი. იცით, ხანდახან ყოფილა, რომ პურის ფული არ მქონია და მithქვია, აბა რა ვქნა ეხლა ღმერთი მიშველის? და იცით როგორი პასუხი მოსულა? დიახ, ღმერთი გიშველის. ამენ. ვისაც ღმერთი არ აკავს და პურის ფულიც არ აქვს, იმას ვინ უშველის, ეგ მაინტერესებს. ამიტომ ხდებიან ადამიანები იძულებულები, რომ ორი ლარის გულისთვის სხვა ადამიანი გამოაცალონ სიცოცხლეს. ამიტომ ხდებიან ადამიანები, რომ საკუთარი სხეულებით ივაჭრონ იძულებულნი. იმიტომ რომ მათ ღმერთის იმედი არ აქვს, მაგრამ ის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს მიუძღვის ღმერთს, ის მიტოვებული არასოდეს იქნება და მნიშვნელობა არ აქვს რა სიტუაციაში აღმოჩნდები. იმიტომ რომ ღმერთი ამბობს, მე შენთან ვარ ყოველ დღე და არასოდეს არ დაგაგდებ და არ მიგატოვებ. შენთან ვიქნები ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. ამენ. მიგდება იესოს. და თუ როდესმე შიმშილში მოგიწევს გავლა, არ აუშავს. ღმერთი უყურებს შენს გულს. მას აინტერესებს რამდენად ეწებები შენ მას. ხშირ შემთხვევაში იმის გამო რომ შენ ვერ ხედავ სულიერ რეალობას, გეშინია გარემოებების და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ერთხელ ელისე წინასწარმეტყველს ჯარი შემოერტყა, ვინმე ახსოვს ეს ისტორია? მეოთხე მეფეთა მეექვსე თავში წერია. ჯარი შემოერტყა და მისმა მსახურმა ბიჭმა შეშინებულ მოუთხრა, რა გვეშველება ჩემო ბატონო? ნახე, უამრავი მტერი გარშემოგტყმია, ჩვენ ვიღა გვიხსნის მათი ხელიდან. და ელისემ უთხრა, შენ უბრალოდ ღმერთს არ იცნობ. შენ უბრალოდ სულიერ სამყაროს ვერ აკვირდები. ღმერთო, ილოცა ელისე, თვალი აუხილე ამ ახალგაზრდა მათვილს, გამოუცდელს, რომელიც არ გიცნობ შენ, რომ დაინახოს, რომ ჩვენთან უფრო მეტია, ვიდრე იმათთან და უცებ მის მსახურს თვალები აეხილა. და დაინახა ირგვლივ მთები, სავსე ცეცხლოვანი ეტლები და მებრძოლი ანგელოზებით. და იმ ხმატვილს გული მოეცა. ჯარს, მოწინააღმდეგის ჯარს თვალები დაუხმავა ღმერთმა და ხმატვილმა თქვა, მოდი ახლა მივიდეთ და სულ ყველანი ამოვხოცოთ. ერთია, მარტო კინკილა. მაგრამ როგორც კი დაინახა ღმერთის შესაძლებლობები, იცით რა თქვა? წავალ ახლა და ამ ჯარს მთლიანად გავანადგურებ. იმიტომ რომ ღმერთი დაინახა. და ვიღაცას იმის ეშინია, რომ ასლარს ვერ იშოვნის. ვიღაცას იმის ეშინია, რომ ვერ გათხოვდება, ან ცოლს ვერ მოიყვანს, ან გამოცდას ვერ ჩააბარებს, ან კარგ სამსახურს ვერ უშოვნის უფალი, ან მეზობელი დასცინეთ თუ ეკლესიაში ივლის, ან რა მსახურება ჯერ ჩემ თავს უნდა მივხედო, რისი გეშინია მე არ ვიცი, რა სიხენებს ეშმაკი შენს წინააღმდეგ, მაგრამ მე ვთხოვ უფალს, იესო ქრისტეს სახელით, რომ აგიხილოს თვალები და დაგანახოს, რომ შენთან უფრო მეტია, ვიდრე შენ წინააღმდეგ. ამენ. დაგანახოს თავისი ძლიერება, რომ ისე მოხვიდე გულზე, თელს ქვეყნიერებას დაუპირისპირდე. გაბედულებით ახსავსე, როგორც ეს თავის დროზე უფალმა იესო ქრისტემ გააკეთა, ის მარტო იყო. ის ყველამ მიატოვა. საკუთარმა მოწაფეებმაც კი მისმა მეგობარმა გაყიდა 30 ვერცხლად. პეტრემაც უარყო, ვინც მზად იყო რომ მომკვდარიყო მისი გულისთვის, მაგრამ იესოს თვალები ახენილი ჰქონდა, ის ხედავდა რომ მის გვერდით უფრო მეტრი იყვნენ, ვიდრე მის წინააღმდეგ და ერთხელ ჰეროდეს უთხრა კიდეც, ვინახარ შენ რომ მე მუქრები? მე ამ წუთას შემიძლია მოუხმო 12 ლეგიონს ანგელოზებისას და გაანადგურო ყველაფერი ჩემს გარშემო, მაგრამ მე შენს გადასარჩენადაც მოვედი და არა დასაუბად. დიდება იესოს, ამენ. იესო ისე ხედავდა ღმერთს, რომ მარტოს შეეძლო დაპირისპირებოდა მთელს ქვეყნიერებას და ეს გააკეთა კიდეც შენი და ჩემი გულისთვის. მაგრამ იესო იმიტომ არ მომდა, რომ ის ერთადერთი ყოფილიყო. მან თავისი სიკვდილით საშუალება მისცა მილიონობით ადამიანს, რომ მისი ძალის მოზიარენი გამხდარიყო. მან უთხრა დაღლილ ადამიანებს, შეშინებულებს, დაკომპლექსებულებს,
იმედგაცრუებულებს, ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი მოდით ჩემთან თვითმძიმერო და მაშინ და მე გაგიყვან სამშვიდობოს მე მოგიპოვებთ იცი შენ შეიძლება ვერც კი წარმოგიდგენია რომ იესოს ადარდებს შენი ტკივილი შეიძლება შეგონია ღამეს რომ ათენებ მარტო ხარ და ის შენს ტკივილს გულთან ახლოს აღიკარებს შეიძლება შეგონია რომ იმას არ ადარდებს შენი კომპლექსები რომ ვერ ამხარებ მეგობრებთან ურთიერთობას ხათრიანი ხარ გაბედული არ ხარ წინ ვერ მიდიხარ არა ის შენი გულშემატკივარია შეიძლება შეგონია რომ მას არ აინტერესებს შენი ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან შენი უპერსპექტივობა ან შენი სიხარიბე არა ასე არ არის ეს უნდა რომ ეშმაკმა დაგაჭეროს ასე მაგრამ იესოს აწუხებს შენი ტკივილი და დღეს გეუბნება თუ ვინმეს წყურია მოვიდეს ჩემთან და შესვას თუ ვინმეს აღარ შეუძლია თავისი თვირთის ზიდვა მოვიდეს ჩემთან და მე გაუმაგრებ მას მკლავებს მოდით ჩემთან თვითმძიმერო და მაშვალო ამბობს უფალი იესო ნუ გეშინიათ ამაზე მეტი რა გააკეთოს ერთადერთი სიცოცხლე გონდა ზეციშენი ჩამოვიდა და ისიც დასაკლავი კრავივით გაიღო შენთვის უბრალოდ კი არ მოგდა დამცირებული შეფუთხებული ნაცენი ეკლის გვირგვინ დაგმობილი მიტოვებული რომელსაც უღალატეს ყველაზე ახლობელმა მეგობრებმაც კი იცით როცა ახლობელი გაქრიდის 30 ვერცხლად ახლობელი ვისთანაც ერთად ფურშავდი შენი მეგობარი გეგონა ეს ძალიან მტკივნეულია თუ იმას გამოცდილი გაქვთ იცით რომ ახლობელი როდესაც გადგენს გულს 100 წილად უფრო მტკივნეულია ვიდრე მტერი რო რაღაცას გეტყვის ასე არ არის მაგრამ იესო იმ მომენტში ღმერთის მარადიულ მიზანზე ფიქრობდა იესო იმაზე ფიქრობდა რომ ერთხელაც ნათია გურამი ბესო ზურა ლელა მიიღებდნენ მას რწმენით გადარჩებოდნენ და ისინიც დაუბრუნდებოდნენ მარადიულ მიზანს ისინითო მოგდა რომ შენ აღარ იყო მარტო სული ისინითო მოგდა რომ შენ აღარ იყო იმედგაცრუებული ისინითო მოგდა რომ შენ ცხოვრებას ბილბორდები და რეკლამები აღარ მართავდნენ ისინითო მოგდა რომ შენ დაგაბრუნოს ბოლოს და ბოლოს ედემის ბაღში საიდანაც ადამის ცოდვამ გამოგაგდო თავის დროზე რომ შენ ერთხელაც იგებო სიცოცხლის ხისგან და დაუბრუნდე მარადიულ მიზანს და აღარასოდეს აღარ მოგდე ამენ ამენ იცი ასე თუფალს ვენდობი ის ჩემგან ისეთ რამეს კი არ ითხოვს რაც თვითონ არ გაუკეთებია მან პირველმა მაგალითი მომცა მე მან ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარა როდესაც მე არც კი ვიცნობდი და არც კი ვიყავი დაბადებული ის ჯერ კიდევ მანამდე მოგდა სანამ მე ჩემ პირველ ცოდვას ჩავიდებდი და ერთი სხვერპლით საუდამოდ გადაიხადა ფასი ყველა ჩემი ცოდვისათვის ოღონდ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება ოღონდ მე უნდა დავინახო ის რაც არ ჩანს ფიზიკური თვალებისთვის რასაც ხედავდა იესო რაც დაინახა ელისეს მსახურმა როდესაც ილოცა ელისე რასაც ხედავს ნებისმიერი ცოცხალი ღმერთის მსახური ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანი რომელიც მრუშობის მიღმას სიკვდილს ხედავს იცით უბრალოდ ცოდვაზე კი არ გვითხრა და შემოგთავაზა უარის თქმა უფალმა იესო მან ეშმაკის გეგმაზე შემოგთავაზა უარის თქმა ღმერთის გეგმა ჩვენს ცხოვრებაში მარადიული სიცოცხლე ნეტარება და გამარჯვება ეშმაკის გეგმა კი არის ღმერთის დაუმორჩილებლობა ცოდვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლე ან ერთი გეგმის ნაწილი ხარ ან მეორე გეგმის ნაწილი იცით ღმერთმა უთხრა ადამიანსა და ევას არ შეჭამოთ ამ ხის ნაყოფი განა ის ხის ნაყოფი ენანებოდა ღმერთს უბრალოდ ის იყო სიკვდილის ნაყოფი და ღმერთს უნდოდა რომ ადამიანსა და ევას საუკუნოდ ეცოცხლათ რომ მისი მისის მონაწილეები მისი სიხარულის მონაწილეები გამხდარებდნენ მაგრამ ეშმაკი მივიდა და უთხრა რა გინდა მარადიული სიცოცხლე რა გინდა ღმერთის
ღმერთის მორჩილება იგებე ნუ გეშინია იცი დღესაც გეუბნება ღმერთი უარი თქვი ეშმაკის გეგმაზე შეიძლება ძალიან გეთქმობოდეს მრუშობა შეიძლება ძალიან გეთქმობოდეს ტყუილი შეიძლება ძალიან გეთქმობოდეს ნებისმიერი სხვა რამ ცოდვა მაგრამ ეს უბრალოდ ცოდვა კი არ არის ეს არის უარის თქმა ღმერთის მარადიულ გეგმაზე ეშმაკი ცდილობს რომ გაუბრალოს შენთვის ეს და დაგაცხებინოს ცხოვრება საკუთარი სიამოვნებისთვის მაგრამ როგორც კი შენ დაიწყებს საკუთარი თავისთვის ცხოვრებას იმ წუთში ღმერთი შენი მოწინააღმდეგე ხდება იმ წუთში შენ უარს ამბობ ავტომატურად ღმერთის მარადიულ მიზანზე და სიკვდილი იწყებს შენი ცხოვრების მართვას ცოდვების საზიზღარი წუთიერი სიამოვნებების საზიზღარი არარაობა ფუჭი შენაძენებისთვის დაიკარგება მარადიული მიზანი მაგრამ მოციქულმა პავლემ თქვა ამასაც ავიკითხავ და ვამთავრებ ამიტომ ეპისოდთან მიმართ პირველ თავში წერილის პირველ თავში ამიტომ მეც როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალი იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმინდის მიმართ არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის გიხსენეთ ჩემს ლოცვებში ნახეთ რა ზელოცულობდა მოციქული პავლე გიხსენეთ ჩემს ლოცვებში რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაძლებლად და გაანათლოს თქვენი გულის თვალები რათა იცოდეთ რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდათათვის ნახეთ მოციქული პავლე რაზე ლოცულობს ის ლოცულობს რომ როგორც ერთ დროს ელისეს მსახურს აეხილა თვალები როგორც თვითონ პავლეს აეხილა თვალები თავის დროზე შენი გულის თვალებიც იქნა სახელილი რომ დაინახო რა იმედი მოგცა ღმერთმა რა მემკვიდრეობა გაგიმზადა ღმერთმა რა გაამზადა შენთვის ღმერთმა იმის საწინააღმდეგოდ რასაც გთავაზობს ქვეყნიერება და თუ შენ ამას დაინახავ შენ აღარ დაგჭირდება ხვეწნა რომ არ შესწავლო პავლე აწერს ლოცულობ იმისთვის რომ არ შესწოდო ხვალე აღარ შესწოდო აღარ იმრუშო მაგისთვის არ ლოცულობდა პავლე ლოცულობდა მე ლოცულობ იმისთვის რომ დაინახო რომ არსებობს რაღაც მრუშობაზე უფრო კარგი არსებობს რაღაც ქურდობაზე უფრო კარგი არსებობს რაღაც ახალ ჯინსებზე ან მობილურზე უკეთესი არსებობს რაღაც საკუთარი თავისთვის ცხოვრებაზე უკეთესი და ეს არის ღმერთის მემკვიდრეობა მათთვის ვინც გადაწყვეტს რომ დაუბრუნდეს ღმერთის მარადიული მიზნის აღსრულებას ამენ იცი ამისთვის ლოცულობდა პავლე იცით ეს კონფერენცია რას ეხება ამ კონფერენციასაც ეს ერთადერთი მიზანი აქვს რომ შენ ახალგაზრდა ქალს თუ კაცს აგეხილოს თვალები და დაინახო ის რაც ღმერთმა გაამზადა შენთვის და მიხვდე რომ ის რაც ღმერთმა გაამზადა შენთვის გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ის დროებითი და გახწნილი ხრწნილებისთვის დადგენილი რასაც ქვეყნიერება გთავაზობს და შენ ხვეწნა აღარ დაგჭირდება უბრალოდ გამოსცადე რა კარგია ღმერთის ერთგულება უბრალოდ გამოსცადე რა კარგია რომ გაყვე ღმერთს უბრალოდ გამოსცადე რას ნიშნავს იცხოვრო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ ღმერთისთვის და მისი მარადიული მიზნისთვის იცით რა მე პროფესიაც მაქვს საკუთარი ბიზნესიც მაქვს უამრავი შესაძლებლობა მაქვს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემიძლია რომ წავიდე და ვიცხოვრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის მაგრამ ყველაზე დიდი პატივი ჩემთვის არის ის რომ აი აქ ვიყო დღეს და გელაპარაკოთ თქვენ ღმერთზე რომ დავეხმარო სხვა ჩემნაირ ადამიანებს რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღონ და გეტყვით რომ ღმერთს არასოდეს მიუტოვებიათ უფალმა იესო ქრისტე თქვა გადით თელს ქვეყნიერებაზე და იქ არ გიცახარ
გასახარება რაც იმას ნიშნავს, რომ გასახარელი ამბავი უნდა მიუტანოს სხვებსაც. ამბავი, რომელზეც მე დღეს გელაპარაკებით, რომ არსებობს ახმატებული მიზანი, რომ აღარა ვართ მოვალენი გვაკონტროლოს ეშმაკლა, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება გადავწეთ ღმერთს, რომ შეგვიძლია მისთან დავისახოთ ის, რაც ღმერთმა გაგვიმზადა, როგორც წერია წმინდა წერილში, ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე, ნახეთ ეფესელთა პირველ თავში, როგორც ამოგვირჩია ჩვენ მასში, წუთისოფლის შექმნამდე, რათა წმინდანი და უფლისწული მყოფილიყავით, მის წინაშე სიყვარულით, წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება, იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნებისამებრ და გაგვიმზადა საქმეები, რომელიც უნდა ვაკეთოთ. თუ შენ იმ ურჩი ტელევიზორებით არ იქცევი, თუ შენ არ გადაწყვეტე, რომ ამბოხი მოუწყო ღმერთს, თუ შენს გულში გრძნობ, რომ კარგი იქნება, თუ დაუბრუნდები ედემის ბაღს, იესოს რწმენის მეშვეობით, ღმერთი მიგიღებს. ის დიდხანს ელოდა იმ დღეს, როდესაც მისი ძე დროის სისავსისას მოვიდოდა და ის მოკვდებოდა შენს ნაცვლად, რომ შენ შეგძლებოდა მის ნაცვლად სიცოცხლე ღმერთისათვის. დღეს ეს შესაძლებელია. სანამ იესო ჯვარზე ავიდოდა, კაცის შვილს არ შეეძლო ედემის ბაღში დაბრუნება. იესოს გარეშე არ არსებობს გზა, რომელიც შენ დაგაბრუნებს ღმერთის გეგმაში, რომელიც შეგარიგებს ღმერთთან. იესოა ის, ვინც გადაიხადა ფასი, ის იყო უცოდველი, მას შეეძლო მხოლოდ შენთვის სიკვდილი. მაგრამ რადგან ეს უკვე მოხდა, შენ შეგიძლია ირწმუნო და გახდე ღმერთის გეგმის, ღმერთის მიზნის მოზიარე. მარკოზის მე-16 თავში წერია. ძალიან მალე ვამთავრებ, არ მინდა რომ დაიღალოთ. ნახეთ. უთხრა მათ, მე-16 თავის მე-15 მუხლით. მოედეთ მთელ სოფელს და უკადაგეთ სახარება, ყოველ ქმნილებას. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს, მჟავრი დაედება და ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანხლები. ნახეთ, ვიღაცეები ირწმუნებენ და გადარჩებიან, ვიღაცეები არ ირწმუნებენ და მჟავრი დაედებათ, მაგრამ ისინი, ვინც ირწმუნებენ, მათ ასეთი ნიშნები ექნება თანხლება. ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვლა არ ავნებენ, ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი. ხედავთ, სხვა არაფერი არ გჭირდება. შენ უბრალოდ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გინდა იცხოვრო ამ ქვეყნიური დროებითი მიზნისთვის და გინდა იცოცხლო მარადიული ღმერთის საუკუნო მიზნისთვის. და თუ შენ ირწმუნებ ამას და თუ მიიღებ იესო ქრისტეს, შენ სუფლად დაეტყვი, შენ უბრალოდ ჩემი ღმერთი კი არ იქნები, შენ ჩემი უფალი, ჩემი მფლობელი იქნები, იესო. ეს ნიშნები გექნება თანხლებად. არ იქნება ძალა, რომელიც შეძლებს შენს წინააღმდეგ აღდგომას. არ იქნება ძალა, რომელიც შეძლებს შენს ცდუნებას. არ იქნება ძალა, რომელიც შეძლებს შენს დამარცხებას, იმიტომ რომ იესოს აქვს მიცემული მთელი ძალა უფლება. და მე ამ სიტყვებით მინდა დავასრულო დღეს. ეს არის მათეს სახარების 28 თავი. მე-18 მუხლი. მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება, მთელი ძალა უფლება. თუ ჩემი ერთგულები იქნებით, თქვენ ამ ძალა უფლების მოზიარენი ხდებით. ნუ დასვამ მკითხვას, როგორ შევძლებ ამას? მე რომ არ შემიძლია გავამკლავდე მურშულ აზრებს და ფიქრებს, ნუ დასვამ ამ მკითხვას, იმიტომ რომ ეს შენი ძალით არ ხდება. ის რაც შენ გევალება, არის გადაწყვეტილების მიღება, რომ ამიერიდან აღარ იცხოვრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. იცით,
მე ადრეს მომიყვანია ზოგიერთებს მოსმენილი გაქვთ ეს მაგალითი. როდესაც მე ადამიანს ჩემს საქმეს ვავალებ, მე მას უზრუნველყოფ ჩემი სახსრებით, ჩემი ფინანსებით. აი მაგალითად ერთ ჩვენს მეგობარს გუში ნატურები უნდა მოეტანა როგორ პროჟექტორებისთვის ჩაგვეყენებინა და განგვეახლებინა. ის მზად იყო რომ შეესრულებინა ჩემი თხოვნა. მაგრამ იმის თხოვნა აღარ დაჭირვებია რომ გზის ფული მიმიცა. ვინაიდან ის ჩემს საქმეს აკეთებდა. მე ის უზრუნველყავი გზის ფულით. გაუთხარი. აი ეს ფული წადი და მოიტანე. მხოლოდ იმის გამო რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ჩემს მიზანს მომსახურებოდა. მე ჩემი თავი ჩავთვალე ვალდებულად რომ ის აღმეჭურვა ყველა საჭირო შესაძლებლობით რომ ჩემი თხოვნა ბოლომდე ყოფილიყო შესრულებული. ხვდებით რა დაბაგო? ამენ. თუ შენ მიიღებ გადაწყვეტილებას რომ შენი ცხოვრება მიუძღვნა იესო ქრისტეს, ნუ გადარდებს ის როგორ გააკეთებ ამას. ან ძალასად იპოვე, ან ცხებულებას, ან ხათრს როგორ დაძლევს საკუთარ ცხოვრებაში, ან შენი მეზობლები როგორ მოინანიებენ, ან შენი მშობლები როგორ განიკურნებიან, ან შენ როგორ განიკურნები, ან შენ როგორ მოიშორებ ყველაფერს, რაც გიშლის ხელს იმაში, რომ ემსახურო ღმერთს, ეს ღმერთის პასუხისმგებლობაში შედის. ის რაც შენ გჭირდება თქვა, არის ის რომ თქვა, მე აღარ მინდა ვიცხოვრო ამ ქვეყნიერებისთვის. მე მინდა ვიცხოვრო ცოცხალი ღმერთის მარადიული მიზნისთვის. ამენ. მოდი ახლა წამოვდგეთ. მე ახლა მინდა მე ახლა მინდა რომ ყველა ადამიანს ვისაც გულში ენიშნა დღევანდელი სიყვარული დავით მიხვდა რომ დღემდე ის ვერაცნობიერებდა რას ნიშნავს იყო მიძღვნილი ღმერთის მარადიული მიზნისთვის და თუ რომელიმე თქვენგანმა იგრძნო ისიც გულში რომ ის იმართებოდა ამ ქვეყნიური შენაძენებით დროებითი სიამოვნებით წუთიერი გადაწყვეტილებებით შეიძლება შიშით კომპლექსებით მაგრამ აღარ უნდა რომ ეს იყოს მისი მართველი ვინც იგრძნო გულში რომ მისთვის არის დღევანდელი დღე მიცემული იმისათვის რომ მიიღოს ეს მარადიული გადაწყვეტილება გადასცეს თავისთავი ღმერთს და უთხრას იესო აკა მე არ ვიცი როგორ იქნება ეს მე არ ვიცი როგორ შევძლებ ამ პრობლემის ამის მოგვარება შენ ცხოვრებაში მაგრამ მე ვიცი რომ შენ ხოვრის შემძლებ მე ვიცი რომ მარტო შენ კი არ დადიოდი წყალზე პეტრეც დადიოდა წყალზე იმიტომ რომ გირწმუნდა მე ვიცი რომ მარტო შენ კი არ დევნიდი ეშმაკებს პავლეც დევნიდა ეშმაკებს იმიტომ რომ გირწმუნდა მე ვიცი რომ შენი წმინდა წერილი ამბობს ვინც ირწმუნებს მათთან ახლდებათ ასეთი ნიშნები ისინი ავადმყოფებს განკურნავენ ეშმაკებს განდევნიან და ასე შემდეგ და შენი წმინდა წერილი ამბობს ვინც ირწმუნებს საქმეებს რომელიც შენ გააკეთებ და იმაზე დიდ საქმეებსაც გააკეთებს შენი ძალით უფავა ამიტომ მე ვღებულობ გადაწყვეტილებას რომ დღეიდან ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი გული შენთვის შევინახო ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ამ დედამიწაზე შენი ზეციური მიზნის განსახორციელებლად ვიცხოვრო და თხოვე რაც გინდა იმიტომ რომ ვიცი შენთან ერთად ყველაფერს შევძლებ ამენ ღებულობ იმ ამ გადაწყვეტილებას ისი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის დღეს პირველად ხარ და საერთოდ პირველად გესმის ასეთი რამ თუ უკვე დიდი ხანია მოსმენილი გაქვს ცოცხალი ღმერთის შესახებ მაგრამ სადღაც გაგიუბრალდა სადღაც მიგავიცნდა შენი პირვანდელი გადაწყვეტილებები ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს ვინც ღებულობთ ამ გადაწყვეტილებას მე მინდა რომ წინ გამოხვიდეთ აი ამ სცენასთან ან სცენაზე ამოხვიდეთ საერთოდ მოდით გავედულოთ ვისაც გინდათ რომ ამიერიდან თქვენი ცხოვრება იყოს მიძღვნილი
მარადიული მიზნისთვის. მოდით, ნუ ხსვერიათ, მე დავინახე ხელები აწევ.